დღეს გადავწყვიტე, მოვიწყო შაურმის დღე და თქვენც მოგაწყებინოთ. შევიდა. და მე მოგეჩვევა. ეგიდან. ასმინძელო მოიდა კიდე რამე. სალფეტკიც რა გემრიელია, სოლფეთი. ხო, ეგ ის არის. ჯიგარო, მოდი დაგვეწვიე. ეს როგორია? ეს არის სახეზნა წაისვა. ჩემი უსამართლოდ მივიწყებული შიდა სამზარეულოს ჯერია, მოგესალმებით. უსამართლოდ მივიწყებული, იმიტომ რომ დიეტას ჩავაჭირე, წონა დადება. ოჰოჰოჰოჰო, რა დღეშია. ვიკლებ წონას, მაგრამ თქვენზე ცხონა ვიზრუნო, ამიტომ დღეს გადავწყვიტე, მოვიწყო შაურმის დღე და თქვენც მოგაწყებინოთ. თქვენთვისაც მოვაწყო შაურმის დღე. ვიმყოფები ამ ადგილს აქვს ორი მისამართი. უბანი არის ხარფუხი, სუის მახსენდება გოგი ცაბაძის სიმღერა უბაკი კაბიძე რომ ღერის. თბილისელ კაცს თბილისურად. და იქ არის ერთ მომენტში ნახსენები ძველი ხარფუხელები, აი ეს. ძველი ავალაბრელები და ძველი ხარფუხელები. ოკაი სიმღერა. ხარფუხში ვიმყოფები ქუმსიაშვილის პირველ ნომერში, ხედს განახებთ, შესანიშნავი კალამაზებული მოედანი. და აქვე იმყოფება ეს ლამაზი კვებითი ობიექტი სახელწოდებით Soul Shawarma. ეხლა გავესაუბრები აქაურობის უსტაბაშს. ძველებური სიტყვები მომდის თავში, როცა ძველ უბანში, თბილისის ძირძველ უბანში ხარფუხში ვარ. უსტაბაში და მე ერთად გავინაწილებთ სტუმრებისთვის კერძებს და მე დაველოდებით სტუმრებს. ვინ არიან სტუმრები? 5 დეკემბერს რო გამოდის ძალიან მაგარი საოჯახო კომედია სახელწოდებით სუპერმამიკოები, სწორედ ამ ფილმის გმირები არიან ჩემი ძალიან დიდი ხნის მეგობრები ალეკო მალხაზიშვილი და ლაშა გაბუნია. დაველოდები სტუმრებს, გავუმასპინძლდები და ვნახოთ გამოიცნობენ თუ არა, რომელ კერძს გავაკეთებ Soul Shawarma-ში. და უნდა წარმოგიდგინოთ ახლა Soul Shawarma-ს შაურმების ოსტატი ჩაბო. მოგესალმებით ძმაო. გამარჯობა. მოდი ხა ვთქვათ ჯერ სამი რა კერძი შევთავაზოთ ჩემს კაი სტუმრებს. მოყვარულები შაურმის არიან. კლასიკური შაურმა, ეგ ერთი, ბურგერ შაურმა და შაურმა ნიურის соуსით. შაურმა ნიურის соуსით. კი. აი, მოდი რასინა ვიცი, ავირჩევ კლასიკურს და რაღაცა ჩემს სპეც соуს შევკლასო. თავში მომივიდა იდეა თამს რა მოუხდება, ცოტა ქართულისკენ წავიყო. ინგრედიენტებად გამოვიყენებ არაჟანს, ანუ მაიონეზი იყოს ცოტა, არაჟანი უფრო მეტი, აჯიკა მწვანე, საიდუმლო ინგრედიენტი აჯიკა მაქვს, წამოღებული. ცოტა იმისკენ რო წავიყვანო ბაჟისკენ. ქართული ელემენტები. ხო, ქართული ელემენტი. დაკეპილ ნიგოს ჩაუშვებ, ქართული სანელებელი მოდი იყოს ხმელისუნელი, გემოვნებები, ვილად დაჭრილი ქინძი და სიმჟავე სანძმარი ან ლიმნის წვენს მოვასხამ და კარგად ამოვთქვიფავ და კეჩუპ მაიონეზს უკვე მე აღარ ვზა, მე ესქინება ჩემი სპეც соуსი. ჩემი ნიურის соуსით შაურმა, აისბერგი, წითელი ხახვი, ბროწეული, შეგვიძლია ბროწეულის ნაცვლად ნაშერაფი ბროწეულის, ობაბაბაბა, კაი აბდე. თბილი მჟავე უხდება რა. უხდება მაგარი. შემწვარ ზოგადად. პომინდორი, რა თქმა უნდა, ციცაკა. ნუ ეს კლასიკური ინგრედიენტები რა წითელი კონგრე, ხო, რა კლასიკური. ნიურის соуსი. ბურგერი, ჩედრის ყულის соуსი. соуს გამოვიყენებ ბურგერისთვის, ძალიან ისეთი ცნობადი არის. და ძალიან გემრიელი არის. ვინც გასინჯა, ვინც იცის მაგის გემო, ყველას მოიწონება აუცილებლად. ანუ შენი საავტორო თუ რამე სახელი ქვია? Spicy mayo ქვია ამას. Spice mayo. კი. ვისაც გაინტერესებს. ეს არის, ანუ მაგის სახელწოდება და გემო. Spice mayo соуსი და მდნარი ყველი ცხლად, ხო, ეგ მოსხმული. აუ, რატოს ვარდი? თოლგაში, მოკლედ, ანუ აღწერაში ნახავი როგორ იქნება და ბიჭო, გაძლება მომეცი ღმერთო, ეხა ამის კეთება უნდა. ჰალაპენიო რა თქმა უნდა. ასე შემდეგ რა წვრილ-წვრილოვანი ელემენტები. კეთების დროა, ვიყურეთ ეხა როგორ ავაწყობთ ამ ყველაფერს სტუმრებისთვის. ახლა მოგიყვებით ამბავს ჩემი არხის შონზოს ეკლებისა და კომპანია სატორის დამეგობრების შესახებ და ამ ამბავს მოგიყვებით მე და კომპანია სატორის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი მარია. მარია, პირველივე შეკითხვა კომპანია სატორის შესახებ.
რა კომპანია, რა საწარმოებს და რატომ მე? ჩვენ ვართ კომპანია, რომელიც აწარმოებს იაპონურ დანებს. და რატომ თქვენ? ჩვენ ვართ ჩახედული, მოკლედ თქვენ საქმიანობაში, ვუყურებთ თქვენს ვიდეოებს და გვინდა რომ რაღაცნაირად ვიმეგობროთ, ვითანამშრომლოთ. სიამოვნებით. და დანას ჩვენი სახელით გადმოგცემთ საჩუქრად. ეს არის ესე იგი სატორის დანა. კი ბატონო. ორმოცი მადლობა. კი ვიძახი ყველა ვიდეოში რომ დამწყები მზარეული ვარ მეთქი და მოყვარული, მაგრამ ისეთი ნივთით დამაჯილდოთ, ეხლა ბევრ შემზარეულს რო შეშურდება. ამიტომ ვეცდები რომ კარგი კერძების კეთებაში გავწვითო. ხო, მაინტერესებს ახლა ხარისხი, რა თქმა უნდა. იაპონური სიტყვა დაკავშირებული არის ხარისთან, მაგრამ ალბათ თქვენც რამოდენიმე სიტყვით მეტყვით რა ხარისხის არის ეს დანა, რაში გამოიყენება. იქიდან გამომდინარე რომ ჩვენს დანებს აქვს აი აქ შევხედოთ თითის გასაყრელი. ეს შეფებს და არა მარტო შეფებს უადვილებთ სამზარეულოში საქმეს, ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ეს არის ძალიან კომფორტული. ხელში დასაჭერად. კი ბატონო, კი, ძალიან კომფორტულია და ჩვენი მომხმარებლებიდან გამომდინარე ძალიან ხშირი არის, როდესაც ვთხოვენ დანებს კემპინგისთვის, ლაშქრობისთვის. ანუ არა მარტო შეფები. კი ბატონო, კი, არა მარტო შეფები, ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ უყვართ იზიდავთ კულინარია და დაინტერესებულები არიან. უყვართ ოჯახში ფუსფუსი კი ბატონო. სამზარეულოში. სამზარეულოს შეფი ვინც არის, რამოდენიმენაირი დანა აქვს, ანუ ერთი მთავარი არის შეფის დანა, მერე იქ რაღაცა ცალკე ხორცის თევზის დასამუშავებელი, დასაჭრელი ბროსტნეულისთვის. რამდენად უნივერსალური არის სატორი მაგამ ბავშვი, ანუ ყველა შემთხვევისთვის გამოსადეგია? კი, შანსი ჩვენი დანები არის უნივერსალური, რადგანაც გამოიყენება ძალიან ბევრ პროდუქტზე. როგორც არის ხორცი, თევზი, ბოსტნეული, საოცრად ჭრის ამ ყველაფერს. ხშირად აქვთ ლაშქრობაზე, იმიტომ რომ არის პრაქტიკული, როგორც უკვე აღნიშნეთ და არის ძალიან კარგი ხარისხის. ეხლა ფოლადის სისქიდან გამომდინარე შეიძლება ჩვეულებრივად ნაჯახის ფუნქცია შეასრულოს შეშაზდაჭი ხო ამით იმ სისქე ფოლადი არის. გამომდინარე იქიდან რომ ტექნოლოგია იაპონური არის, მის სიბასრეზე ალბათ აღარც შეგეკითხები. რამდენ ხანში ერთხელ ჭირდება ლესვა? მე ვიცი მზარეულებისგან რომ მუდმივად აქვს პრობლემა რომ უბლაგდებათ, მაგრამ მზარეულებს ძალიან. რამდენ ხანში ერთხელ ჭირდება ლესვა? კი ბატონო, ჩვენი ჩვეულებრივი დანებისგან განსხვავებით, ჩვენს დანას ჭირდება დაახლოებით 9 წელიწადში ერთხელ. რას მეუბნები? მე ნანახი მაქვს ასევე ჩემი მეგობრის მოვიკითხა აქედან საეჭვო კაცის מחარას ვიდეო, სადაც ისე ოსტატურად ჭრის ქაღალდს, რომ მეგონა რომ ეს ნამდვილი დანების ექსპერტია მეთქი და ანუ უნებრივია მეც მოვსინჯავ ბევრ რაღაცაზე. ძირითადად მაინც ჩემი მზარეულობის თემაში, მაგრამ ქაღალდზე შევეცდები ვნახო და შევამოწმო მისი სიბასრე და მე გზადაგზა დავაკვირდები მართლა გამიძლებს თუ არა 9 წელიწადი, იმიტომ რომ გამომდინარე ჩემ პროექტიდან მე კვირაში ერთხელ მაინც მიწევს აქტიურად სამზარეულოში ფუსფუსი. ისედაც მიყვარს. პლუს ახლა დამატებით დიეტა რომ აქვს ოჯახში, იმით ვერთობი რომ ჩემი ოჯახის წევრებს მეუკეთებ კერძს. კეთების დროს ვითომ მეც მივირთმე მაგ მუღამში და კაი გამოსტა ელოდება სატორის. იმედი მაქვს რომ გაამართლებს. უღრმესი მადლობა საჩუქრისათვის. ამ დანას პირდაპირ მოქმედებაში განახებთ გადაცემაში. ვითანამშრომლოთ, ვიმეგობროთ. თქვენ კი თუ გაგაინტერესათ ნივთმა, შეგიძლიათ აი ეგ ვიდეოს აღწერილობაში მითითებულ ლინკზე გადახვიდეთ და გააფორმოთ შეკვეთა. და მერე მოქმედებაში როგორია, ამას უყურებთ თელ ვიდეოს და ნახეთ.
ეს შაურმა არის კლასიკური, გაბო. კლასიკური არის, კი. კარგად გამოიყურება, ხო? კლასიკური მუსიკა უნდა. იცი რომ თავიდან მასაჟი უნდა გაუკეთო შაურმას, რომ კარგად იჭმევოდეს, არ იცოდი ეგ? არა პა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 რიონ, არა პაპაპაპაპაპაპაპარიონ. შენ ყო აღშია. გამასიჯი. იცი რა, შაურმა არ ვიცი, მაგრამ ნახე კარტოფილი რა საყვარელია, მოდი. ნახე რა პატარა საყვარელი კარტოფილი. ამას შევინახავ, შეიძლება. სუნი თუ მიჯერეთ კარგია. ნუ არა. სხვა ჩამიჩეთ აბა. პირველი კლასიკური. ჩაკრი შევიჭრა. მე ნაყინის კონჩი მეგონა. ვა, მაგარია. განსხვავებული შეულმა რაღაცა აქვს დამოდებული, რა სიმჭამეა აქამდე. და რა არ ვიცი. ხო, მაგრამ კლასიკურიო და განსხვავებული ალბათ მე მოვა. ეს კლასიკურია წეს და რა. გამიგე, ხო, მაგრამ ამასაც აქვს, ამ კლასიკურს აქვს რაღაც. განსხვავებული. ხო მიდამია სხვა შეულმა, მაგრამ ამას რაღაცა აქვს. ახის გემო არა. ო, გამოცნობაზე არ არის, მაგრამ ეს გამოცნობია, ხო? ნუ არა. რა გემოაქვს? ეს სპორტირდება. ამავს. ნუ მაგარია ეს. მაგრამ დიდია ბიჭო. ასეგურია. ვარ შევინახოთ ეს ერთი კვირა გეოხო. ვერ გამოიწონე, ხო? გემო, რაღაც არის მჟავე. ტიზაკა კი არა, მწარე. რაღაცა აქვს, რა და ვერ გავაწყი. ჟავე? იცი რას ვიზამდი? კინოში ხომ მიღებულია რომ პოპკორნი შეაქვთ ხოლმე. შაურმებს შევიტანთ პოპკორნის მაგივრად. შაურმა და სუპერ მამიკოები რა გაიქნება? მაშინ ჯობა 5 დეკემბერს. პრემიერას. ვარ შემოვიღოთ ეგ წესი. 5 დეკემბრიდან სუპერ მამიკოები და შაურმა. მინდა? ნაჯამო. ისი გემო თაკავს, იცი რაღაცა ბიჭო. ნუ მგამში ვარ, რა ისი გემო ვარ. რაღაცა ბაჟე, რაღაცა. ბაჟე? რაღაც ანალი სოუსია. არ ვიცი რა, მაგრამ თავარია ხორცი აქვს. მეგონა? აი. ჯამე გაც. ბაჟეში, შაურმა ბაჟეში ნანგო. მაგარია ძალიან. ცივი. ან დღეს რო გავიღვიძე ისეთი ამინდია შაურმა შეჭამდა კაცი მეთქი და ისე აგიხდა ყველაფერი კარგი. ან გავო. შენ ზოგადად იშვიათ აჯობ შაურმას და. მოგეწონა შენ ეს. რა ჩაყვიჩავ მახსოვს თავიდან. კი. შევიდა. და მე მოგეჩვევა. ეგიდან. მიდია შეატრიალი კამერა, მithom გორწილში ვარ რა, შეატრიალი და მომიშვიდე რა. მithom გორწილში ვარ. ულა მაგარია. აია. მასმინძელო მოიდა კიდე რამე. ვა. კიდევ ჭამთ. მე არ შეჭამ, შენ შეჭამე შენ. მოიცა? ბურგერია, ხო? ჩემი სიურპრიზია. მithom აჭარულია. ეს ხიხა. სიურპრიზი გველოდება რაღაც. რაღაც საჩუქია, ხო ის. ვო. საჩუქა საჩუქია და ბოლოში როდეს ისი არის. იცი რა მაინტერესებს და დანაჩანგლით ხო არ ჭამბობს ეს? დანაჩანგლით მიღებული არ არის ბურგერის ჭამა. ისე როგორც ხაჭაპურის. ნუ აი ეს უნდა უჭამო, ხო? სერიოზული პომარია. ეს ამაღებია მშვიდობით ღოღონ. აბიჭო. ნუ სალფეტკიც რა გემრიელია, სოლფეთი. ხო, ეგ ის არის. ფიგარო, მოდი დაგვეწვიე. ბიჭო, მაგარია რა. ბოლომდე არ ჭამო, მე შევჭამ. ხო. დანაგვიდან და გავჭერ ჯვარს. ყველა მხრიდან მივიდექი, ყველა მხრიდან, რა. აი ყველაფერი იცვლება და ერთი რჩება მუდმივი რა, აბა. ატოპი. მოჭა. და სიყვარული. მაგით მინდო? არა, მაქვს. მაგარია. შენი საზრით შონზოს გაკეთებული რომელი იქნება, ეხლა ჩემი თუ შენი? წინა მგონი ჩემი იყო რა შონზოს გაკეთებული და ეს მეც წინა მგონია შონზოს. შენი? ვა. უნდა შონზოს მოწონს ისინი, სოუსები რაღაცა და აი სოუსი მყავს რა ქონდა პირველს. მაგლა. მაგით მგონია მაგისი შონზოსი. იქნება ვაფშე არც ერთი არ არის და მარტო კარტოფილს აკეთებს შონზო. შონზო და სკრუპულოზული კაცია და უყვარს აი დიდი ხანი კეთება და ის პირველი უფრო დიდ ხანს მზადდებოდა. შეიძლება ეგ იყოს შონზოსი.
მე ის ხონია. მე არ შეიძლება ორივე წელი და იგივე გვეგონოს. კი, შეიძლება აზარტია უბრალოდ. საგება ორივე წელი მოგება. და იგივე გვეგონოს, ბიჭო, რა აუცილებელია ეს კამათი და არა ის ჩემი. აზარტი მიყვარს, საგება მოგება. აზარტი. ჯიგრებო გამოუშვით კიდე. მესამე. მესამე. აჰა, ეს არის მესამე, ხო? ეს როგორია? ეს არის სახეზონა წაისვა. ნივრის соуსი. იბადანო. ია, ესეც მანარია. აი ეს არ იქნება შონზოსი, იმიტომ რომ შონზოს მე მგონი ნიორი არ უყვარდა 90-იანებში, ახლა არ ვიცი რა ხდება, მაგრამ. ეს არც მე მგონია. დაუძახოთ რა. დაუძახო, მე ვჭამ. მოდი დაჯექი, გაიწე. დაბუ. ვიჯო, აი რა. პირველი კითხვა ეხლა ჩემო სუპერმამიკოებო, პირველ რიგში გილოცავ და ფილმი დაასრულეთ, ვიცი რომ შენს გილოცავ, შენს ხარ ამ. ვიცი რომ გუშინ კოლორზე გაათენე. კი ბატონო. ანუ კოლორი ჩვეულებრივ ადამიანური ფერების ფერების კორექციას. და რა ეტაპი არის კიდე დარჩენილი? ხო, რა 5 დეკემბრიდან საქართველოს კინოთეატრებში არა, ეხლა ფილმს სუპერმამიკო. ეჭირდება, მაგას მეც ვიტყვი. მაყურებელი და დარბაზი. არა, ამ წუთას რამე ჭირდება კიდე თუ მზად. ხმა, აუდიო, მაგრამ მაგასაც ახლა დღეს ვაპირებდი, მაგრამ აი მაჭმეო აქ და აჰა. ხო, მაგრამ სუპერმამიკო ნამდვილად არა ვარ, იმიტომ რომ ახლა ბავშვი მელოდება სკოლასთან, გამოსაყვანი მყავს და მე ვზივარ აქ შაურმას უბერავ, აი. ალექს, როგორი ბოდიშ სუპერმამიკო. მე გავაცდინე მამა შენი ბოდიშ გიხდი მე. 5 დეკემბერი გასაგებია, პრემიერა გრანდიოზული. გისურვებთ რომ იმას აჯობოს, მენს უფრო ფლაგმანი ყველაფერს უნდა აჯობოს. მისტერ ზიზას. მისტერ ძიძას. ხო და ეხლა მოდი ჩემს საქმესაც მივხედოთ. კი ბატონო. 3 კერძი იყო წარმოდგენილი. სხაპას ხუპით მითხარით რეიტინგი პირველზე რომელი გაიყვანეთ, მეორეზე რომელი, მესამეზე რომელი. ცალ-ცალკე ხო. კი ბატონო. პირველი იყო პირველი შაურმა, მეორე იყო ეს მეორე შაურმა და მესამეზე ბურგერს გავიყვანთ. კი ბატონო. უსმენთ გაბუს პირველი რომელიც იყო ის. შაურმა. კი, ძალიან კარგი იყო. სოუსი ქონდა რაღაც საინტერესო. აი შაურმა. რეცეპტი კი, მეორეზე ეს და ის მესამეზე. ბურგერი მესამეზე. ეხლა მთავარი კითხვა. ჩემი გაკეთებული არის? პირველი შაურმა, ხო? ხო, თქვით ჩვენ ორივე. გავიგოთ ლაშას აზრის, ბატონო გაბუ? პირველი შაურმა. რატომ იცი? იმიტომ რომ ნახე პირველ შენ იქით რო იყავი. მე ვთქვი ეს რაღაცა რა შონზორი ძალიან სკრუპულოზური ადამიანი, მეთქე დიდხანს ხო. და ცოტა ის არის რა, იგი ყვარს დიდი ხანი კეთება კერძების და დიდი ხანი გამოდიოდა პირველი შაურმა, ხო? გასაგებია მოусმინეთ. მაგის გამო არა, მე უბრალოდ შონზოს გემოვნება რო ვიცი, შონზოს სოუსები უყვარს. ეს სოუსი იყო შიგნით რაღაცა, აი უბრალოდ ვერ გავარტყი რა იყო, იმიტომ რომ რაღაცა სიმჟავრის ბაჟე რაღაცა იყო რა ქართული. მოკლედ თავარია რომ პირველ სოუსში შენია რა. პირველ სოუსში იყო მწვანე აჯიკა, ქართული. პირველ სოუსში იყო ქართული სანაქებო საკმაზი. ხო, მაგრამ ნუ ხმელისუნელი რეცეპტს, თორემ მე ყველა გააკეთებს. არა, ნუ ის მწვანე აჯიკის რეცეპტი არის განსაკუთრებული. ხმელისუნელი იყო, პირველ სოუსში იყო ასევე ნიგოზი, წვრილად და ამიტომ ბაჟესკენ მაგან წაგიყვანა. ანუ ეს ყველაფერი შეზავებული არაჟანში და მაიონეზში, დამატებული მარილი, ნიორი, გემოვნების მიხედვით და წვრილად დაჭრილი ქინძი. ეს ყველაფერი მოვყევი, იმიტომ რომ პირველი შაურმა იყო ჩემი გაკეთებული. კაპური, რაც ნიშნავს, რომ სოულ შაურმაში აწივით მოხვალთ, შეგიძლიათ თამამად მოიკითხოთ. ეხლა მინდა შაურმა, რომელიც შეჭამა ალეკომ და რომელიც შეჭამა გაბომ, სუპერმამიკოებმა რომ გასინჯეს, აი შაურმა მინდა და სახელად ერქმევა შონზოს ვერსია. კლასიკური შაურმა, შონზოს ვერსიით. დიეტაზე ვარ, ვერ ვჭამ. მადლობა ბიჭებს, სტუმრობისათვის. მემშვიდობებით ჩემს მეგობრებს, გემშვიდობებით თქვენს და შევხვდებით მალე სხვა ადგილას. არ დაემშვიდობო, გეხვეწები. არ მომშვიდობები.